გავრცელდა ჭორი, რომ ბათუმში, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ქართველებზე მეტად სხვა ეროვნების ადამიანები დაძუნძულებენ. ასევე დაძუნძულებს ჩვენი კორესპონდენტი რატი ბელიაძე. რატი? მემალები. რატი? გამირბი ხარ. რატი? გამითეთრე, კარგოთმა. ნახოთ სიუჟეტი. Sen nasılsın abi? Teşekkür ederim. Siz nasılsınız? Sen biliyorsun ben ne var? Ne? Ben Davut. Davut, ben Tarkan. 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 Tarkan ben Tarkan biliyorum. Tarkan. Müzika Tarkan. Ne yapıyorsun burada sen? Çalışıyorum. Ne çalışıyorsun? Basseyn gayet. Masajı? Basseyn. 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 Nerede? Çak, Makujan. Çakvi çalış. Basseyn gayet, Skalis gayet. Akraza zixar. Am xalqi qiladi. Aba იმაზე ბოძერო ზიხარ, ქალაქში რო ბოძებია დასობილი იმაზე რო. არა. მაღაზია არ ზიხარ. Am xalqi მოდი, am xalqi qiladi. Sen gurji var gurji. Sarpeli var. Türkiye'den, Mamajdan. Rafir ყველა სარფელი და ქართველი ხარ. რა გვარი ხარ? Kibar oğlu. Kibar oğlu. Hepsi oğli. Allah oğlu da kibar, da zveli da oğlu var. Axla ara. Kibar oğli რატო ხართ? აკიბრებდნენ თქვენებს? Აკიდა. ანუ თქვენ აქ არაფერზე არ ზიხართ. არა. შენ როცა წამოსვლა გინდა, ნეზამასენის თორსი გელინგურდა. Tamam. იმ წყალს რო წამოყვედა ავტობუსს არა, წყალს რო გამოყვეთ ყველა. ჭოროხით. რო ჩაწვე წყალში და წამოყვე. ფული ხო არ უნდა წყალს წამოყევით. და შეიძლება აქ ბათუმში არ გაჩერდეთ და წაგიყონ და სარფში წახვიდეთ პირდაპირ. სახე ესე აიღე სახე. ბუ. ბუ. Arkadaşım da geldi. O çalış o. Tuare დააფიქსირე მთვარე. დააფიქსირე მთვარე ერთი. და მე მოვალდა მთვარეს უყურე. მე სანა ნეზამაბელ გელდამ შენ მთვარეს უყურე. თამამ? ბირ დაკა. მე რომ მოვალ შენ მთვარეს უყურე. სალამ ალეიქუმ აბე. მთვარეს უყურე. მთვარეს. უყურე. არ გაჩერდე, უყურე. Teşekkür. Mağluba. Teşekkür. Saydam zandები. Türkiye'den Xopa'dan. Xopa'dan. Zveli kartı. Xopa'ze ახლობლები მყავს. ტავარი ჩამოაქვთ, მზიური, იამზე, კოფტებზე დადიან. ხალია. ერთი წამინა თოქნები. შაურმა შეგიძლიათ რომ გამიკეთოთ პურის გარეშე. ლავაში. არა, პური არ მინდა. თებსზე დაგე. არც თებსზე. აბა როგორ? მარტო ან რა გაქვთ თქვენ? აი ლავაში გვაქვს. არა, ლავაში ვიცი რო გაქვთ, მაგრამ შაურმაში რაც არის, ისინი რო არ იყოს მეთქი და პურიც არ მინდა. მარტო ხორცი? ხორცი არ მინდა შაურმა. აბა რა? არ მინდა არა. თქვენი აზრით რა არის შესასვლელი ძველ ბათუმში? რა არის და ასფალტი ივერდიქში. ანუ ფეხსაცმლით ვერ დადიხართ კარგად და ხელს გიშლით თუ თვითონ ასფალტი რატოა შესაძლებელი? მანქანით გიშლის ხელს. ასფალტი თვითონ? ანუ ადგილი არა ასფალტი. იმისა მიმართო მანქანით რო დავდივარ. ბევრი იამებია, ბევრი იგია და გაკეთება უნდა. საცობები? ანუ საცობები. საფესაცობები. პრობკა. ყველგან. სადა? რა ვაკეთებ, ყველგან პრობკა. აი მაგალითად საცობი რო იქნება ჭავჭავაზის ქუჩაზე და სიცხეში და შუქნიშანთან არ ჯობია იყოს ჩანჩქერზე სადმე რეგიონში? ხო ჯობია? არა. სად ჯობია აბა? ჯოვადა და ჯობია ყველა ვარიანტი. ჭავჭავაზის ჯობია საცობი, ვიდრე ჩანჩქერზე. კარგი, მაშინ ვაკითხვას დაგისვამ. ნატოს კარი რო კრიჭინებდა, შეხვალ? არა. თავისუფალი ადამიანი ხარ? რამდენად? 26 ვადებ ხმას. 26 აძლევ ხმას? შენ გენაცვალა. აი პარტია, რომელ პარტიას უნდა დაუჭირო მხარი? 26 ნომერი რა პარტია? ჩემი შინაურია, არ ვიცი რა. შინაურია? პრობლემას რას ხედავ ძველ ბათუმში? რა არის ყველაზე დიდი პრობლემა? რა დიდი პრობლემა? ის რაღაცა ბარები რო გახსნელი, უმეტესობა მაგია უფრო. რაც ხამით მოსახლეობას აწუხებს. კი. სასტუმროში რო თურქმა თანხა გადაგიხადოს, რომ ეს ადგილი ანუ თანხა გადაგიხადოს პარკინგის. მე ვერ გადამიხდის თანხას, იმიტომ რომ ჩემს გარდა იქ სხვა მოსახლეც არის.
და ყველას ის ვერ დააკმაყოფილებს. ჩააყენოს უნდა მოსახლეობა. მაშინ მე მაგალითად ჩემი ტრანსპორტის სხვაგან უნდა დავაყენო. მე რაზე უნდა ვირბინო სხვაგან. გარემ წევიდი და სხვაგან გადაიხადოს. თვითონ მოქალაქე ხო არ აძლევს თურქს იმის უფლებას, რომ იქ მოქალაქე არ მიცემს, მე როგორ მივცემ თურქს უფლებას, როცა მე უნდა დავაყენო, მაშინ თურქს თუ უფლებას მივცემ, მე უნდა წევიყვანო სადღაც. და თუ დავაყენეთ თურქის ადგილას რა ხდება? თურქის ადგილას თუ დავაყენებ. სადაც თვითონ აქირავა დაჯავშნული აქვს. იქ დაკავებულია დგას თავისი გასაგებია, დავაყენე სადაც დაჯავშნული აქვს თურქს. რა ხდება ამის შემდეგ? არ დაგაყენებ, არ გაგაჩერებინებენ. თუ გავაჩერებ? ვერ გააჩერებ, მოვა ეს ყველა ტერიტორიას ყავს თავისი მეპატრონე. ხო მოვა და გეტყვის არ გააჩერო, დაჯავშნულია. და თუ არ გავედი ადგილიდან? მაშინ გამეიძახებს, არის საქართველოს ამ პოლიცია მოვა. ანუ ვიღაცა და პოლიცია დამაჯარიმებს მე ქართულ. თავისთავად. საქართველოს ხალხს არავინ არ დაუჭერს. დაუჭერს იმას, იმიტომ რომ ის ხარჯავს საქართველოს ფულს, ჩვენ არ ხარჯავთ. რატო არ ხარჯავთ? იმიტომ რომ არ გვაქვს. არ გვაქვს? ხო, ვისი მონები გავხდით? თურქეთის. ძვირფასო მეგობრებო, ძველბათუმთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი მოვისმინე. შევეცადე რომ პოზიტიურად და დადებითად შემეხედა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ამ ადამიანის პასუხმა ძალიან დამაფიქრა.